არა. ჩაბა ფიქრობთ საშო ხუჭობები უნდა ეკამათი რა არა. ეს დახალე მარი მომი გამოსახების მერე აბა რაო მე ვახშებო უნდა ვიცე სახლი აბა რაო ამის მერე თქვენ გრახეთ მექვევი მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ვართ სადაც უსახლკაროები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მართავენ საპროტესტო აქციას. აქ შეიკრიბნენ ის უსახლკაროები რომელთა ნაწილი შეიჭრა 29 სექტემბერს 14 დღის წინ ქობულეთში ბუკნარის დასახლებაში ერთ-ერთ მიტოვებულ ძველ შენობაში და ამ დრომდე იმ შენობაში რჩება დაახლოებით 25 ოჯახი. უსახლკაროები ამბობენ რომ მათთან არავინ არ მისურვა და შეუთავაზებია სახლკარი, რაც არის მათი მთავარი მოთხოვნა. მათთან გუში მივიდა როგორც ვიცი ქობულეთის მერი, ასევე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე და შესთავაზე ქირით გაყვანა, მაგრამ ეს მათთვის მისაღები არ არის. აქ შეკრებილები არიან ასევე სხვა უსახლკაროები, ასევე იპოთეკით დაზარალებული ადამიანები და ისინი ითხოვენ ბუნებრივია სახლკარს. დაახლოებით 2 წელი იმართება მათ საპროტესტო აქციები, მაგრამ ამ დრომდე არ შემუშავებულა ისეთი პროგრამა აჭარის მთავრობაში ან ბათუმის მერიაში, რაც დააკმაყოფილებდა ამ ადამიანების საჭიროებებს. აქ არიან ძირითადად როგორც მარტოხელადედები, ასევე შუშუმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, ასევე ადამიანები, რომლებიც ვეღარ გაჩერდნენ სოფლებში და იძულებით მოუხდათ თავიანთი სახლების დატოვება. თქვენ ახლა უსმენთ და ხედავთ კადრში ნაილე ბეჟანიძეს, რომელიც არის ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ორგანიზაცია გზა ხსნისა, უпростоრად ხმა ერისა გზა ხსნისა, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მოუსმენთ მას. დაზარალებული ვარ ამ ხელისუფლებისგან, უყურადღებობის გამო და ეხლა ცნობისთვის ჩამოვიდა აპარატის უფროსი არის კახაშაშიკაძე თუ რაღაცას წარმოადგენს და გაიგებს თუ ვინმე შეხვდება ხალხს. წუხები ხო შეხვდით თქვენ ეკონომიკის მინისტრით იქა. რა პასუხი მიიღეთ? არანაირი პასუხი? კიდევ უნდა დამგეს 12 წელიწადი გატყვილოთ ასე. მაგრამ ჩვენ არ მივცემთ უფლებას, მე პირადად თქვენი აზრი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არ მივცემ ამ ადამიანებს იმის უფლებას, რომ კიდე ქართველი ხალხი ვინც ხელზე ჩამოსათვლელადაა დარჩენილი საქართველოში და აჭარაში კიდე 12 წელიწადი ვიღაცამ ატყვილოს. თქვენ ხართ ქართველი ხალხი. საქართველოს კანონში და კონსტიტუციაში წერია რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა კონდეს ერთადერთი საცხოვრისი. კანონები ჩვენ არ შეგვიქმნია უბრალო ხალხს. თვითონ ხელისუფლებამ შექმნა და მათი დაწერილი კანონებიდან გამომდინარე თქვენ თითოეულ მოქალაქეს გეკუთვნით რომ გქონდეთ ერთადერთი საცხოვრისი და არა გაქვთ რომ ეს აგაქვთ სახლი. გული დამეწვა ორბანი ბავშვებით რა საკე უსაკარო. კიდე ყველა შუშუმი პირების დედები ხარ. ქირით. ქირა რომელიც ერთი წლის წინ ბავშვი და 300 ბინა რის გამო მოგიწია ძინის დაქირავება? რაის გამო მოგიწია ზმანა? მე 1000 და 1200 ლარი ისტორია. ჩამევდა ხალხს არ გუმართლებს. ისტორია. ეს ხوارაფრესა. და ეხლა ჩამოდიან ჩინები და უშრომობ. რომელია თქვენი სოფელი? აგარჩერდებით ბატონო თორ. აქ რაზე მუშაობთ ქალაქში? ადამიანს შეხვდით თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ანუ სოფლის მეურნეობას არჩიეთ რომ აქ ემუშაოთ მშენებლობაზე. მაგრამ ბინის ყიდვა ვერ მოახერხეთ. სესხი არა, რამე არა. სოციალურწველი ხომ არ ხარ? დასაკრებული ხართ როგორც სოციალურწველი? დასაკრებული. მუშაობთ მშენებლობაზე. ტურისტულ ზონაში. რამეს იხდით ახლა ქირის ფულს? შვიდაში ბაშილა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელფასები შეხედეთ რამდენი ტურისტი გაივლის აქ. ის ტურისტი ფულს ხარჯავს. და ასე წვალება. ათონში. ჩვენ რა რაზე მუშაობს ხელისუფლება? ხელისუფლების ინტერესი რა არის თქვენ დაგვრჩება? სოციალურზე რას გაჭირავს ხორობა სოციალურზე? ხალხს უნდა გაჭირებოს დაეხმაროს. ამიტომ ბატონო დექნიკე პრესამსახურში აიყვანეთ ახლა ზევიდა ინტერვიუებს რო აძლევთ. აქ ჩამოგძალით. ვიშინი იყო შეხვედრები ბათუმის მერიაში, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრას? რა პასუხები მიიღეთ?
რას პირდებით საარჩევნოდ მილიონებს ვახარჯავთ და არ იცით ანუ ხელახლა შემოვიდარეთ განცხადება ხო? აპირებდა ხელახლა მიმართოთ განცხადები ხალხის პასუხი თქვენ თქვენი სახელი? ჩემი სახელი და თუ ისე რას პირდებით ხელი მარგორიძე ისედაც არ იქნება საქართველოში ჩამომწადი და უპასუხეთ ამ ხალხს ჩვენ დღეს კიდე ხალხი შემოგვიერთდება აქა და რო იცოდეთ თქვენ ორი დღე გაძლევთ დროს რომ ამ უსაკაროების პრობლემა გადაჭრათ არ ვიცი გინდა ქირები გადაუხადეთ ცოტა ხანი გინდა სახლები მიეცით ან სახელმწიფო შენობები რო გაქვთ დაკეტილი და კუჩი რო დამსდევთ მე სადმე არ შევიყვანო უსაკარო მაგას ჯობია მიეცით გაუხსენით კარებები და ხალხს უთხარით ადამიანურად როგორც ხელისუფლება რომ როდესაც სოციალური პროგრამები ამუშავდება და ამ ადამიანებს ვისაც ეკუთვნის ერთადერთი საცხოვრისი დააკმაყოფილებ მერე გამოვლიან იმ შენობებიდან აუქციონისთვის რო გაქვთ ხამზადებული ყველაფერი და ფულად რო ყიდათ აქციები და გაყიდეთ მთელი საქართველო ამ ადამიანებს მიეცით სახლი და კარი და ჩამობძანდით ძილს თქვენ პირადად არავით არის კახაშაშიკაძე და არავინ იმიტომ რომ გუში ძალიან ბევრი თავობის წარმომადგენელი იყო იქა და ჩვენ ხშირად ვატარებთ აქ აქციებს და სულ ერთი და იგივე სახეები ჩამოდის და განვიხილავთ რას იხილავთ დაკეტილი როგორც სახელმწიფო შენობები გაუგეთ კარები ამ ხალხს შეუშვით ცოდვამაძე არ გაგაჩნიათ აქ ყველას აქვს ინვალიდი შვილი, ინვალიდი ქმარი და ყველა სოციალურ ზეზის. ადრე იხდიდნენ იმას გადასახად სოციალურიდან. ახლა საიდან გადაიხადოს რომელ ოჯახს აქვს იმდენი სოციალური რომ პირად გადაიხადოს და 4-5 ჩვენიანი ოჯახი გამოყვებოს. რატო არ კითხულობთ ხალხის ბედიყვას, რატო არ გაინტერესებთ ბატონო თორნიკე? თქვენს წინამორბედები ყველა აქ ვინც იყო პატარიძე დანარჩენი ყველა ჩამოდიოდა ხალხთან და ესაუბრებოდა თქვენ ვიბრძანდებით ამნაირი რომ ერთხელ არ ჩამოდით ადამიანებთან და არ გამოუცხადეთ ამ ხალხს სოლიდარობა მაინც თუ ვერაფერს ვერ უკეთებთ ჩვენ ცოტა ხანი დაგელოდებით რომ ჩამოგზავნეთ ბატონო თორნიკე აქა თორე ხალხი მოდის და აუცილებლად დღეს არ გეტყვით რომ აქ დავჯდებით და გავაკეთებთ ხამეს თქო მაგრამ ორი დღის მერე ჩათვალეთ რომ აქ მდუმარი აქცია დაიწყება გავაფერთ აქ ადიელებთ და აქ ვიქნებით სანამ თქვენ არ ჩამოხვათ სანამ კონკრეტულ შეთავაზებას არ ვიცით უსაკაროებს სირცხვილია 3000-მდე უსაკარო გვაქვს ბათუმში სირცხვილია ცხვენიათ გაყიდეთ ერთი რამე აუქციონზე და შეუშვით ეს ხალხი ერთ კორპუსში ერთი კორპუსი ეყოფა მარტო მაგრამ არ არის კეთილინება იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანებს და ჩვენ არ ვთვლით ადამიანებად ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ ჩვენ ღირსეული ადამიანები ვართ რომლებიც არაფერზე არ ვიყიდებთ ამიტომ ჩვენ გვინდა ჩვენი სამშობლო გადავარჩინოთ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მე პირადად ნაილი ბეჟანიძე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ რომ ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი არ გადაშენდეს და თქვენ გზა მოგცეთ 26-ის მერე აქედან და მოვიდეს ნორმალური ადამიანი დააჭდეს აქა რომელი ადამიანის გულთან მიიტანს ამ ადამიანების გაჭირვებას თქვენაირად არა კაბინეტში რო ხართ გამომწვრეული მალე ბატონ ბიძინას დაერისგავსებთ მინის ფუტკრიაში ჩაქსვამენ ალბათ და ისე გატარებენ აქა სირცხვილი არის ახალგაზრდა ადამიანი ხართ და ჩამოდი ძირს მივესალმები ქართველ ხალხს ჩვენ თავრობას ომის ეშინია რუსეთის ხელისუფლებას მაგრამ ჩვენ თავრობას ომს აწარმოებს ჩვენ ხალხთან ბატონო ბიძინა ბატონო რიჟვაძე ომი გინდათ გონი არა იმიტომ რომ ომიც რო დაიწყო თქვენ გვერდში არც არავინ დადგება მე პირადად ომის მონაწილე ვარ ყველა ბრძოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული სამჯერ ვარ დაჭრილი მაგრამ დღეს რო ომი დაიწყო
რუსეთის კი არა, სატანაც რომ მოვდეს თქვენთან, თქვენ გვერდში არ დავდგებით, იმიტომ რომ სატანაც კი გჯობია თქვენ. იმიტომ რომ თქვენ ხალხს 10,000-ობით მაცხოვრებლებს ატყუებ, როგორც 12 წლის წინ მოატყუებ და არაფერი გაგიკეთებიათ ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ისე არაკეთებ დღესაც. ნუ თუ რა დაგიჟდებათ ერთი კარკასით შენებლობა რომ აჭიკოთ ხალხს 12-15,000 ლარი მეტი კი არ დაგიჟდებათ კარკასის შენობა მარტო ფანჯრები თავისით გააკეთებს ის ხალხი რომელიც ქირაში 400-500 ლარ ფულს იხდის $500 რო უხდიან ბანკების პროცვალებში რო იხჭობიან 100 ლარობით 5 წელიწადში 10 წელიწადში ხო დაგიფარავე და კერძო საკუთრებაში შევა რატო უნდა ყავდეს საქართველოს ამ უნიკალურ ქვეყანას ამდენი უსახკარო მაგრამ ამით ისევ თქვენი თბობ ხელს იმიტომ რომ ქირის ფასები რო იზრდება თქვენს მიერ აშენებული სასტუმროებშიც ფასები იზრდება და ეს გააწყოთ თქვენ გინდა ევროკავშირში ღირსებით შესვლა მაგრამ ევროკავშირში თქვენ არ მიგიღებთ იმიტომ რომ უღირსოები ხართ თქვენ არც რუსეთში არ მიგიღებთ ბოდიშებს მოგახტევიებთ მუხლებზე დაგაჩოქებთ ისე კი არა როგორც მე გავაკეთე 94 წელში და პირველი ქართველი ვარ რომელმაც ნაბიჯი გადავდგი ოსეთში შევედი დავამყარებ შვიდობა დავამყარებ მოყრობა და მე ვარ ის ქართველი რომელმაც ერგენეთის ბაზარი გახსნა და საფუძველი შეუყარეთ ქართველთა და ოსეთთა ერთობა მაგრამ თქვენ დაანგრიეთ მე ბოდიში არ მომიხოვია მე ბოდიში არც ახლა მოვიხდი იმიტომ რომ ოსეთს და არც აფხაზებს თქვენი ბოდიში სულ ფეხებზე კიდიათ იმიტომ რომ ფარისეულები ხართ მათ ჭირდება აცობა ადამიანობა და ქართული სახელმწიფოებრო ვარო შენთან იძმო და იმ ქვეყნის კიდე დედაც ვინც არანორმალურებთან კიდე მეგობრულ კავშირს დაამყარებს მე არ ჭირდება ისეთი ქვეყანა რომელიც ბოდიშების მოხდით მივა მე არ ჭირდება ისეთი ქვეყანა რომელიც თავის ხალხს გაჭირვებაში ამყოფებს მე არ ჭირდება ისეთი ქვეყანა რომელიც უსახკაროები არიან იმიტომ რომ მე კიდევ ვიცი ეს გამოვიარე ეს პრობლემა გამოვიარე პრობლემა ეს მეც ქუჩაში ვიყავი და იმიტომ უდგავარ ამ ხალხის გვერდში არაფერი არ დაგიჟდება ერთი გზა რო არ დააგოთ 1,000 ლარი პარლამენტარებს რომ მოაკლოთ 1,000 ლარი რომ მეიკლოთ და თლიანობაში კიდე ერთხელ ვამბობ მარტო კარკასის შენობა რო დაუდგეთ კარკასი საკმარისი არის მათთვის და ნუ გაბერავთ აშენებთ სახლებს გაბერავთ ფასებს და მერე კი 400-500 ლარებს რო ახდიეთ გადაახტევინეთ ის რისი გადახდის საშუალებაც ხალხს აქვს ომი გინდა არ ვიცი დაფიქრდით თუ ომს გამოგვიცხადებთ ჩვენ ხალხს გადავწყვიტავ ჩვენ უახლოეს დღეებში ჩემო აჭარელო ძმებო დებო ყველას ვის საერთოდ ნაკირავებში წვრებათ სული ის კიდე ვინც რო ხართ დაბანაკებული მაგრამ რო ყპირდებიან და როდის შეგისრულებენ არიცით და გაწამებული და გამწარებული რო ხართ არ უნდა მოვასვენოთ არჩევნებამდე ყველანაირი ძალა უნდა დავდგეთ ერთად და მივაღებინოთ უნდა სწორი გადაწყვეტილება ქართველი ერის საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაუთმოთ არც რუსეთს არც თურქეთს და არავის ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ჩვენ ვართ ქართველები და ვიქნებით ქართველები ჩვენ უნდა ვიყოთ ამ მიწაწლის პატრონი ყველა ერთად აი იმ პარტიები კიდე მამაძაღლი პარტიები რო არიან არც ერთ პარტიას არ გაუხმოვანებია თქვენი თავი ერთადერთი ქართველთა ერთობა ახმოვანებს არც ერთი პარტია არ მოსულა და არ უთქმია რომ უსახკაროებისთვის კანონი შევიტანოთ
ვინც იყვნენ პარლამენტში და ვინც აპირებენ შესვლას, ყველანი მატყუარები არიან, ყველანი აფერისტები არიან. კიდე ქართველმა ხალხმა უნდა ევიღოთ ხელში ერთობა, ერთა არ მოვასწრენო ყოველდღე აჭარის თავმჯდომარის კაბინეტის წინ. დიდება და გამარჯვება ქართველ ხალხს, დიდება უფალს, ღმერთის გზით მხოლოდ, სიმართლის გზით დიანა. ბატონ დავით, შეიძლება ბატონო თორნიკე, თქვენ სანამ ჩამოგზადებით ძირს და ჩვენთვის მოიცნით, რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს აქვე ჩვენ ახლა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ თქვენ შესახებ. ხო შეუერთდით ამ აქციას სოლიდარობის ნიშნად როგორც გავდია, ხო? როგორია თქვენი სტატუსი, პრობლემ შეგრო გითხრათ? ჩემი სტატუსია ცოტა რა გითხრა, ბრძოლო თითეული ადამიანისა. დავდგები იქა, სადაც ქართველ ადამიანს ჭირდება. დავდგები, ვიყავი რუმუნჯების გვერდით, ვიყავი ნაცების გვერდითაც, ვიყავი ალტიფოელების გვერდითაც, ვიყავი სხვადასხვა პარტიების გვერდით, ოღონდ თუ ახმოვანებდეს სწორ მიმართულებას, რაც ქართველ ხალხს, ქართველ ადამიანს წაადგება. მე არა ვარ მომხრე არავით არის სხვა რამე გაერთიანებებისთვის, მე მხოლოდ და მხოლოდ ვიბრძვი ქართველთა ერთობისთვის. თქვენ ახლა წარმოადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან სამოქალაქო ორგანიზაციას? არა, პარტიების ყველანაირის წინააღმდეგი ვარ მე. ჩემი ერთადერთი აი რო გითხრათ, არის სამართალ მემკვიდრეობის აღდგენა და გარდამავალი კონსტიტუციის აღდგენა, რაც ფაქტიურად გვაძლევს საფუძველს შემდეგში წაუმართოთ ჩვენი ქვეყანა ისე, რა გზასაც დაგვანახებს უფალს. რას გულისხმობთ ამ სამართალ მემკვიდრეობის აღდგენაში რომ გამართოთ? სამართალ მემკვიდრეობის აღდგენით გარდამავალი კონსტიტუციაში თეთრ შავზე წერია არც ერთი უსახლკარო ადამიანი, არც ერთი კაველი მიწა არ უნდა იყიდებოდეს უცხოელს, არც ერთი უცხოელს არ უნდა ეძლეოდეს მოქალაქეობა. საბანკო სისტემა არის ძალიან დახვეწილი, მინიმალურ პროცენტია, მე ვამბობ ამათ კონსტიტუციაში რა წერია. მინიმალურზე და გამოსახლებების საერთოდ ამოღებული არის, არანაირად არ შეიძლება ადამიანის. ეს ან რომელ კონსტიტუციაში იწერა, რომელ კონსტიტუციაში იწერა? ეგ არის 1821 წლის კონსტიტუციაში, რომელსაც დადეს ჟორდანიაც კი ეწინააღმდეგებოდა. მართლა, დეპიცები ჟორდანია ამ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაშინ ქართველმა პატრიოტებმა მაინც მოახერხეს და მაინც აი შეიტანეს ის კონსტიტუცია აღადგინეს, რაც მართლა რომ აი ქართველ ხალხზე არის მორგებული. შემდეგ ეს ბატონმა ზვიადი აღადგინა 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, შემდეგ 9 აპრილის დადგენილებით, მაგრამ არ მოხდა უკვე განხორციელება. კი ვიცით რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ზუსტად აქ გაწყდა ჩვენი გასვლა. თქვენ გქონდათ ბიზნესი, როგორც ვიცით, ჩვენ გავაშიფეთ თქვენი პრობლემა ერთხელ და მოგექცეთ სახელმწიფო კანონად, ხო უსამართლო, ოცნების ხელისუფლება. ეხლა რა მდგომარეობა იპოვეთ თუ არა სამართალი თქვენ პირად? არა, სამართალი ნამდვილად არ მიპოვია. 3 წლის უკან რომ განცხადება შევიტანე გამოძიების დაწყებით პოლიციაში, ძალიან მაწამეს. ეს ეხება ფერმერული მეურნეობის დანგრევას, როგორც ვთქვათ, სხვა შენობას, იმიტომ რომ მერია მიიჩნევა, რომ უკანონოდ აშენებული შენობა. და უყურე ერთადერთ პასუხს ვთხოვდი, მარტო რომ რატო დამიგრიეთ მე. სიყვერა, მე პასუხს მაძლევდი. რო შენო უკანონოდ იყავიო, შენო უკანონოდ მეჭი სიყვერა, ხო მაძლევ პასუხს. ეს დამიწერე ფუძელზე, რომ მე ვიყავი უკანონოდ, მაგრამ ამ პასუხს ვერ მაძლევდა და მე მერე იმდენი შევეცადე პროკურატურაშიო, მერე თავიდან სამჩელიო, რომ ძლიერს პასუხი მივიღე. მაგრამ მინდა გარწმუნოთ, ცოტა თანხა მჭირდება, კანი ადვოკატი მჭირდება, ადვოკატიც კი არ მჭირდება. უბრალოდ წესერა ფორმულირება და აი დედას უწირებ იმას, ვინც ეს გამიკეთა. ეს არჩელებოა. მე არ ვდებდები. თქვენ აღნიშნეთ რომ ალტიფოში იყავით.
რატომ წამოხვედი ამ პარტიიდან? შეცდომა მე ალტინფოში არ ყოფილვარ ალტინფოს გვერდზე ვიდექი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გაჟღერებული რო იყო რომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ ამაზე პასუხი რაღაც თემაზე იმ მომენტში მე ალტინფოს ერთად ვიდექი მაგრამ როდესაც დავინახე რომ ცოტაკით მოვიწეთ რომ რა შემოდის ხმა და როდესაც დავინახე რომ ის ხელისუფლებას კი არ თხოვდა პასუხი არამედ ქუჩაში დასწევდა ვიღაცებს ჩავთვალე რომ ეს არასწორი და არაკაცური საქციელი იყო ჯერეთი და მეორე და როდესაც დააჟღერე რომ რუსეთი უნდა იყოს ჩვენი მფარველიო აქ ხო საერთოდ და ბათუმში უნდა ჩააყენოსო ჯარებიო ხო ამის კონკრეტს იყო ასევე ალტინფო მაგითვა ნიკოლოზ ჟავანაძე იმით უნდა შემოვიდოთ ტანკერითო და მერე მაგი იყო დადებული რომ იგი მორგოშიან თქვა ფაქტიურად მაგი არა გონიოში უნდა ჩავაყენო რუსის ჯარიო რა ეს თუ მომთხოვაო და აი რა გამოვიდა მე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლობდი და ესე იგი თუ მომთხოვა ისე უნდა შევძრე რა ხა აფხაზეთის ომის მონაწილე თუ რომელი ომის აფხაზეთის ომის 90-იანი წლების ხო? და თქვენ ახლა გაუსვით ამას ხაზი ამ გამოსვლაში ხო რომ ბოდიშის მოხდა თქვენ დაგამახსოვრდით ივანიშვილის გამონათქვამი რომ უნდა მოუხადოთ ოსებს ბოდიში რატომ გააკეთა მან ეს თქვენ რა შეიძლება დაგჭათ რატომ მოუხდა ამ ნაბიჯზე წასვლა ივანიშვილს აუ ამ ნაბიჯით იცი რამხელა აი როგორ გითხრათ რა კიდევ დიდი ბომბი ჩადო ჩვენში აი უბრალოდ ახსნად ძნელია იმიტომ რომ მე ვიცი ოსი ხალხის მიმართება მე მებრძოლებთან ძმაკაცო კიდე არის აი რა დავასახელებ სახელმწიფოები მართლა მაგარი კარგი ბიჭები არიან აი რომ დღეს რო ჩახვიდე და კაცურად რო დაელაპარაკოს ვინმე კაცურად მორიგდება სულ ყველაფერი და არა ბოდიშის ბოდიში ეგ აი ძალიან ჩასვარა რა ყველაფერი უბრალოდ გზაც კი არ დაგვიტოვა რა ქართველ ხალხს რომელსაც ყოველთვის გამოიყენებს ოსის პარტი რა ხდება და რუსეთი საითკენ მიდის ახლა ჩვენი ქვეყანა თქვენ სასახა ეს რომ ჩვენ ახლა უახლოვდებით რუსეთს და ვშორდებით ევროპას არა ჩვენი ქვეყანა არც რუსეთს უახლოვდება არც იმა ჩვენი ქვეყანა მიდის უბრალოდ ჭაობში მიდის ჩვენი ქვეყანა მიდის ჭაობში არასწორი პოლიტიკის გამო ჩვენ ქვეყანას პირველ რიგში ჭირდება ქართული სწავლა განათლების ძირფესვიანად შეცვლა და იქ თქვენ პარლამენტარები რო არიან იქა დებილები 2017 წელს მე მაგ შემოგდებული უდან შელიასთან ერთად კონკრეტული გეგმა ძალიან ლამაზად ჩახედეთ და გაანალიზეთ სანამ გამიცხადებია ხალხში რომ პლატერმა რო არ გაგილო ჭირდება სოფლის მეურნეობის აღორძინება ის კი არა რომ ხალხს დაურიგეთ ხილინერგები და რომ მოусვეთ ან საქონლის განაყოფიერება და მოусვეთ თლიანად საქონელი და გამოაქციეთ თლიანად ხალხი არა კონკრეტულად საქმე რო გლეხის დაფასებული იყოს შრომა აი ესა და თავისთავად ქართული ეკონომიკა აი ტურისტული ზონა ჩამოდის სიყვაზე რა რუსი ტურისტი ჩამოდის ბლომად ხინკალის საკაზით რომ ისე სომი გაქვს რუსული და შიგნით საქონელი ხორციც რუსული გაქვს კი ანუ ეკონომიკური დამოკიდებულება არის ძალიან მაღალი ხო ჩამოკიდებული ვართ რუსეთის ბაზარზე ჩვენი სოფლის მეურნეობა ფაქტიურად გადახედეთ ჩვენი არაფერი არ გაგვაჩნია ხო არაფერი არ გაგვაჩნია აი გინდას აი ელემენტარული აი აგერ არის თამბაქო რომელიც მე გადამყიდველებთან მიждდება 1 ლარი 1 კოლოფის შეკეთება მიხდი რა ხდება აი ქედა შუახევის მაცხოვრებელს 20-30 ლარი რო გადაუხადოს ვინმე ბიზნესმენა სახელმწიფო ხო თავისუფლად შეიძლება 1 კილოდან ამოდის 100 კოლოფი თამბაქო აი სამლარში რო გაყიდოს ბათუმში ქალაქში მაცხოვრებელი 6 ლარიდან იწყება სიგარეტის მასი ხო ასე ხო სამლარს ეკონომიას გააკეთებს სიგარეტზე გლეხი კიდე 500 კილო თამბაქოს რო ჩააბარებს 15000 ლარს ხო აიღებს გლეხი და რაღა ჯანდაბა უნდა ქალაქში რატომ მიატოვებს სოფელს კი აქაც ბევრი ადამიანი დგას ასეთი ამ აქციაზე ვინც ამბობს რომ ვეღარ ვიჩინე თავის სოფელში იგივე კარტოფილის მოვლით და ამიტომ წამოვედი ქალაქში და მშენებლობაზე მუშაობს ეხლა უყურე რა მოხდა კარტოფილი როდესაც გლეხმა მოიწია
ჩამოიტანეს საზღვარგარეთიდან კარტოფილი და აი რა არასწორი კარტოფილი ასე ვთქვა შხამქიმიკატებიანი და გოუშვეთ დაბალ ფასებში რომ გლეხს არ გაეყიდა მეორე წელწად გლეხმა რო ზარალი ნახო კარტოფილს ხო აღარ დაარგავს და კი ხედავ გლეხმა რო აღარ დაარგო ისევ ის კარტოფილი შემოიტანა ისევ იმ ბიზნესმენმა და კი ყიდის რა ფაშიც უნდა იმ ფაში მინდას კიტრი პომიდორი 4-5 ლარიღის ხალხო კი ეს კიდე სხვა თემები ამაზე სხვა დროს ალბათ ვისაუბრებთ დიდი მადლობა თქვენ ეს იყო დავით აზნაურიშვილი მოქალაქე თქვენის მოსაზრებებს ისმენთ მადლობა ტონე დავით ვინც ახლა შემოვერთა ბათუმელების პირდაპირ ეთერს მე გეტყვით რომ ჩვენ ბათუმში ვართ უსახლკაროების აქციაზე უსახლკაროები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ დაჭერის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ და მოითხოვენ ისინი ბინები დააკმაყოფილებას მათ გუშინ შეხვდა დაჭერის ჯანაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე და შესთავაზე რომ ხალხმა მიმართონ პროგრამებით მთავრობას მაგრამ უსახლკაროები ამბობენ რომ ისინი აღარ ენდობიან უკვე ხელისუფლებას და ვითხოვენ კონკრეტულ ბინებს რომელიც მათ უნდა გადასცენ უსახლკაროების ნაწილი შეიჭრა ქობულეთში ბუტკანის სასახლებაში მიტოვებულ შენობაში ეს შენობა სახელმწიფოს ეკუთვნის უკვე 14 დღეა ისინი ამ შენობაში არიან მაგრამ მათ ჯერჯერობით არაფერს თავაზობს ხელისუფლება გარდა იმისა რომ გუშინ იყო ადგილზე მისული როგორც ჩემთვის არის ცნობილი ქობულეთის მერია ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე და შესთავაზეს ამ ოჯახებს რომ გაიყვანათ ქირით მაგრამ ეს ოჯახებიც არ არიან თანახმად რომ გავიდნენ ქირით მოდი გაგესაუბრებით კაპიტანი მზიური თქვენ დიდი ხანია გიცნობთ მგონი უკვე ჩვენი მაყურებელი რომ მართლა უკვე 2 წელით უფრო მეტი არად გახართ საპროტესტო აქციებზე და ითხოვთ რომ მიიღოთ საცხოვრისი ხო თქვენი შვილი არის შუშუმუპირი თქვენ მარტო ხელა დედა ხართ რა პასუხობ მიიღეთ ამ დროის განმავლობაში თქვენ ან ბოლო პერიოდში საკუთარ წინასაარჩევნო პერიოდში როცა გააქტიურდა ეს საპროტესტო აქციები რა ისმის ხელისუფლებისგან იგივე გუშინ იყო შეხვედრა აჭარის მთავრობაში ხო ჯანაცვის სამინისტროში რა გაიგვა უშუალოდ მოკლე შემოიფარგლები ძალიან დიდი და მრავალწლიანი ისტორია ბოლო 3 წლის აქტიურობიდან გამომდინარე ყველაფერი არის ნულის ტოლი აქტიურობა არ არის თქვა სახელმწიფოს მხრიდან მაგალითად გუშინ იყო ასეთი შემთხვევა ღამის საათებში ხალხის მასას დაკავება გალიპოსტურკის კორპუსის როგორ ქუჩაზე იქნება ჯანდაცვის წარმომადგენელი ყველა სფეროდან იყო წარმომადგენელი უშუალოდ ჩვენი მთავრობის პროფესორი ჯაბა სურმანიძეს დავეკონტაქტე მოთხოვე პასუხი იმაზე რომ წერილებითი განაცხადი რომელიც მე შევიტანე და იყო დამადასტურებელი ყველა საბუთი ჩემი ავანტყოფები ჩემი შვილის და ყველაფერი მითხრა რომ შენ არ ხარ ისეთი ადამიანი რომ გიჭირდეს 39 წელი ქუჩაში ვარ და ნუ ხარ პროვოკატორი ამან გამოიწვია შეშორის დაპირისპირება და სახალხოდ მოთხოვე ბოდიში მოიხადა ბატონო ჯაბა მე თუ პროვოკატორი ვარ თქვენ ვინა ხართ მოსული ამ სახელმწიფოში ვინა ხართ ხალხზე ორიენტირებული ხართ თქვენ ხალხი არ გადა თქვენი სკამები თქვენი ხელფასები გაინტერესებს ხალხზე ორიენტირებული არ ხართ და თქვენ დაამთავრეთ თქვენ ასეთი ჩემი შეურაცხყოფი და თქვენ მოვალებებს რა გიპასუხეს მე რა პასუხი მიიღე ბოდიში მომიხადა ხალხის წინაშე და როგორც გავიგე გუშინ თქვა ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ ასევე მინისტრის მოადგილემ რომ შეიცვალა ეს პროგრამები გამარტივდა კრიტერიუმები და უნდა მოგმართოთ ხელახლა განცხადებით მოქალაქეებმა აი შემიძლია წერილობით დაგიფკისო დაახლოებით 20 წლის უკან შემოვიტანე განაცხადი და პირადად შეხვდი რიჟვაძეს აი აქანია დამამტკიცებელი საბუთები სადაც წერია რომ აჭარაში არ არსებობს მოქმედი პროგრამები რომ უსახლკაროების საცხოვრებლად უზრუნველყოთ და ბიზნესით უზრუნველყოთ დავთავრდა ამით ყველაფერი ჩვენი მოთხოვნა აი ზიაფის ახლის პროგრამა რაც ლაპარაკობდა ბათუმის ვიცე-მერი მაგრამ იქ არის საჭირო შემოსავალი რომ ყოველდღიურად თქვენ ვერ გადაიხდით ამ ამ თანხას ყველაფერს გაქრა უნდა სწორებო ხო იყო ასეთი პროექტი, კეთილი სოფლის პროექტი, რომელიც ხელმოქმედების ნიადაგზე კეთდებოდა. უშუალოდ რამა ჯინჯარაძეს მოუთხოვე, რომ რადგან ეს პროექტი 12 წელი გაიყინა, ის კარკასი, რომელიც ახლა დღებარდებით და შემოსული მოეცა. და მე თვითონ დავასრულებდი ის მისახის ოფასზე ცხოვრებას ეტაპობრივად დავასრულე, მაგრამ უარით შემოიფარგლენ. მე მაინტერესებს ამ ხელისუფლების ოცნების ქალაქში ადამიანების მასა რომელმაც უკანონოდ შეიჭრა დაიკავა პარტიები მე არა ვარ იმ ხალხის წინააღმდეგ ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩვენი კუთხის შვილები დები ძმები და ნათესავები მაგრამ ობიექტურები ყოფილიყო გადაემოწმებდნენ ის ხალხი და იმის შესაბამისად დანარჩენი ვის მართლაც რეალურად იმსახურებს პრეტენდენტებს
ჩვენ შეგვიძლია. ანუ იქ მიიღეს ფინები იმ ადამიანებმაც, ვისაც ეს არ ეკუთვნის თქვენ ინფორმაციით. პატარა ყველას ისწორ იუსტის სახმა მისა ხელშეწყობა იმისა რომ მისი უკვე გაეწერენ ხელი ამოეწერენ საცხოვრისიდან და თითქოს უსახკარო არიან მარტო ხელებში დაიმკვიდრეს საცხოვრისში. ეს რას ნიშნავს ისე თქვენთვის რომ აი ვინც შევიდა უცნობის ქალაქის დასახელებაში დაიკავა იქ ბარაკები მოაწყო ის ბარაკები მათ მიიღეს მათმა ნაწილმა მიიღო კორპუსი ხო თქვენ გახართ ქუჩაში პრაქტიკულად არ შეჭრილ ხართ არც ხართ ხო 2 წელია გახართ საპროტესტო აქციაზე მაგრამ თქვენ ვერაფერ ვერ მიიღეთ ეს რას ნიშნავს იმ ეტაპზე როდესაც უცნობის ქალაქში ჩვენი ადგილობრივი მასა შეიჭრა იმ ეტაპზე ვიყავი ონკოლოგიაში ახალ ოპერაციები როდესაც გამოვედი 2 დღის შემდეგ მივედი ფაქტიურად ახლობის სამხრეთით გადაადგილება მიჭირდა ქვებზე იყო გაფები შემოგობილი და $1000 ხოლმე რომ მივედი ბატონ რამაჯინჯალედესა და ვითხარი რომ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ეს ხანხა მენახა თქვა არაობიექტური საუბარია მაგრამ მაინც ჩვენი მხარს გამოვასახლეთ ეს მადლობა კაპიტანი მზიური ბალანზე იყო დავწვედი აქ შიო დავწვედი რატომ არის მშვიდობიანი როგორი ფორმატია დავსმოვიკრა ჯაბა ხელი არ მომკიდო თავს მოვიკლა თქვენი ცით კარგად რომ ვინავარ ეს არ არის პრობლემა მშვიდობიანია ვიღავი აქ და მომეხმარე თავი რო ჩამეერთა შვილი საგიჟეში ყოველ კვირაში თავს მოვიკლა კაპელს გადავიცდა როგორი ტურისტული ქალაქი გაქვს როგორი ივანიშვილი რასაკეთებს კონცერტებს მართავს და მე ქუჩაში ვარ ღია ქუჩილის სისხლი სორია ხომ მოგმართე რამდენჯერ მოგმართე რამდენჯერ მოგმართე მე რასაც სახელმწიფო აკეთებს მართაც სწორია არა ვდგები არა რასაც დამაკმაყოფილო შემიყვანა 20 კვადრატში სახელმწიფოს რასაც აკეთებს ის სწორია ხო მათყვილებს 3 წელიწადია რატომ ზოგადად არა ამიტომ პირდაპირ ჯობია ამიტომ საფიტალიტანი ახლა სამი პირველად თავადაკეთებს კაია ამდენი უსახკარო რო ყავს არა ორი არ არის კაია არსა და რა ვდგები ბატონო თორე ჩამოგძაბი ძილს ნუ ხლით ხალხს უხერხულობას და ნუ ამ პოლიციას იმიტომ რომ ამ ბიჭებმა რა დააშავეს აქ მოსულს ვიდრე ხელი არავის არ მოკიდოთ თორე ძალიან ცუდად დაგიბრუნდებათ ადამიანები გამოთხოვენ პროტესტს ჩამოდი ბატონო გორნიკე ძილს მედია საშუალებები გვერდზე გადადები ჩასაწერად რომ მოიყვანეთ თქვენი მედია საშუალებები ყავა მიართვით ცალკე ოთახში და ჩამოდით ჩვენთან თორე უფრო არესი მდგომარეობები განვითარდება ამოვიდა კისერში ხელს ჩამოდით ის ჩემი ჩავკეთე იცისარში ჩავკეთე და მეზობელს დაუტოვე გასახები მეზობელთან შეკედლებული რატომ უნდა ვიყავართ კიდე ერთხელ მოგიწოდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით შეიძლება საქმის და პრობლემის მოგვარება ყველა უსახკაროს მოგიწოდეთ აჭარის მთავრობის სახლის წინ მივიღოთ კონკრეტული პასუხი კონკრეტულ შეკითხვაზე, როდესაც 10,000-ობი უსახკაროები ვარ, რა გადაწყვეტილებას ხებულობს. კვლავენ თუ ვიცოცხლოთ უნდა და ვიბრძოლოთ უნდა ჩვენი საქართველოში ყოფნა. გაბეგდით. ქართველებო, ნუ გდევნით აჭარიდან. ამოიღეთ ბოლოს და ბოლოს ხმა. არის შიშულუპირი. თქვენ საზისხარო პარტიებო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი მფარველი. დღე გამიგა შეშინიხარ იმ შენობაში მფარველობა. ამ როდესაც გამოდიხართ და ევროპაში გვინდა წასვლა. ამ ხალხის ერთად გვინდათ ევროპაში
ევროპაში ბუკნარში რჩებით იმ შენობაში შენობაში მათხოვრებად გინდათ იქ ბუკნარში რჩებით იმ შენობაში და იგი შავკანიანები უკვე აღარ ემსახურებიან და ქართველი ხალხი გინდათ რომ მათხოვრად გადააქციოთ ამით გინდათ ევროპისგან გაუძღვეთ რისთვის მიბრძოდი რისთვის იბრძოდა ზვიადი ფერადი დაფიქრდით და დადეკის სწორგზაზე ბრძოლობდი ვიბრძოდი და ვიბრძოლებ კიდე ჯაბას რას რამდენი ხანი უნდა ელოდოს ამ ხალხმა რამდენი წლებია ელოდება 4 წელიწადი აგერ ვიზავა 4 წელიწადი პირველად ვცნობ დღეს თქვენი ხა აკრა ინდექით და იმიტომ დაგიძახეთ გუში რომ მოდით იმიტომ რომ ბატონი ისა ივანიშვილი რომ მოდიოდა და ყველა ნიკი ყავი აქ მუშაობდა აბა საწახო ახლა შესვლა მომისმინე უკნარში რატო არ ჩამოდი 15 დღეა ხალხი რო ცხოვრობს იოცის ქვეშ ვინ გეიტანეს ოცნების ოფისში და წყალი გარბენეს ერთი ბოთლი წყალი არ მოგვიტანეს სადარ მოგიტანე წყალი გადაგვიკეთეთ მაღაზიებში უთხრეს რომ ტელეფონები არ დაატენიო იმ შენობაში შეიჭერით წყალი დენი კარი ფანჯარა იატაკი ჭერი არ არის და მაინც შერდებით იმ შენობაში გაჭირვებული ადამიანი ჩერდება ამარასიზა რამდენი ადამიანია ხა იმ შენობაში ისევ რჩება ამ შენობაში დრაშვრებით ამ წყალს ეგუში ქვის გარშე როგორ არსებობთ ვიზიდავ სახლებში ამას არ გიზღუდავთ პოლიცია სახლებიდან მოდანა რომ უნდა შეგვიძლია არა იქვე პოლიცია დგას ხო ამ შენობაში კარგად ვიცავს პოლიცია რომ ან თქვენ შედიხართ და გამოდიხართ იმ შენობაში უბრალოდ ხო იყავით მოსული მთავრობიდან ბოლო დღეებში ამ შენობაში ვინც დაგელაპარაკე ავიდეთ მოლაპარაკებაზე რა მოლაპარაკება მე ვთქვათ ამ ციე წამიყვანე 20 კვადრატში შემიყვანე იქნება ეს მოლაპარაკება არა ახლა უნდა დაიწყონ ეს ჩემი დისტანციები ასჯერ გავლილი 4 წელიწადი რასაც ბრძოლობ ის უნდა დაიწყო თქვენ რო დაიწყებენ მე მოვკვდები ალბათ თქვენ მანამდე არ მოვესწრები ახლა რო დაიწყებენ პასუხები აქამდე რა მიიღეთ მთავრობიდან მეგობრებო კიდევ ერთხელ გეუბნებით აი რას გპირდებიან პოლიტიკური პარტიები რას გპირდება გირჩი პლანით დაბოლვას და ბარიგების გაჩენას რას გპირდება რაგვაიაი ლელო ხაზარაძე რომ ბანკების გაგაკოტრო მის ხედვებით მხოლოდ და მხოლოდ მევახშეები და თაღლითები არიან რას გპირდება ნაციონალური მოძრაობა ევროპის ერთ ისახკარი რომელიც მაგრამ აი ესე ჩაჯდა მუყავის კუჩი აჯერეს თავის ადმინისტრაციული შენობა აჭირვებული ხალხის გვერდში უდგა აღარ წავალ კარგად დააკვირდით ვის გვერდში და როგორ უნდა ევროპაში შეცვალა სამობს რომ არაერთხელ რას გპირდება პატრიოტთა ალიანსი ვერ მიიღო როდესაც პირველი მოწვევის პარლამენტში მოვიდა ბევრი დაპირებები ჰქონდა მე მახსოვს მაგრამ არც ერთი საკითხი არ დაუტანია ყრილობაზე ჩამოვიდა მარციაზე ის გამოკეტა მეორე ყრილობაზე კიდე საერთოდ არ გიტყერაძე და 25 პირი ბუკნარში სახელმწიფოს მიტოვებაში შეიჭრა 23 სექტემბერს რამდენიმე დღის წინ მაგრამ ქართველ ხალხთან ლაპარაკის გარეშე და უსახკარობი ამბობენ ისინი ამბობენ ისმერეთ დაპირებებს და იმას რომ ხელმძღვანელი შეავსონ განაცხადება რუსებისა და აჭარის თავში და მას უკვე აღარ ჯერათ ოცნების დაპირებების ამიტომაც ისინი იცხოვენ ჩვენ ხალხთან არ ლაპარაკობენ როდესაც რომ შეიძლება ჩვენი ხალხი დააყენო წინა პლანზე ჩვენ ხალხს დაუდგეთ ვერჩი აღორძინო სოფლის მეურნეობა აღორძინო ფაბრიკა ქარხნები საულა განათლება ნუტუ მოგწონ ხალხო თქვენ ცოტა აზრზე მოდი ხალხო რამდენი ვილადო გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ეს არის უსახკაროების აქცია და უკვე მერამდენად იმართება ეს აქცია ბოლო დღეების განმავლობაში და ასე უსახკაროები ბოლო 2 წელი ეკრიბებიან პერიოდულად ყოველკვირეულად ბათუმის მერიასთან მდებარე სკვერში მაგრამ მათი პრობლემები ამ დრომდე არ შეუსწავლია არც ისეთი პროგრამა შეუმუშავებია მერიას რაც მოგვარებდა ამ ადამიანების პრობლემას არავინ არ გამოჩნდა აია მხოლოდ ნაელი არის რომელიც იგივე გაჭირვებული იყო მაგრამ დაბალახა მისი პრობლემები
ბათუმის მერია განმარტავს, რომ მას აქვს იაფის ახლის პროგრამა, რომლის კრიტერიუმებიც მან გაამარტივა და ამიტომაც ბევრ ადამიანს, რომელიც დღეს ახლა დგას საპროტესტო აქციებზე, როგორც აქ, ასევე რაღაც პერიოდობით გოგოლის ქუჩაზე, სადაც კალიფოსტი ბიზნესმენმა ააშერა უკანონოდ კორპუსები, შეიძლება ამ ადამიანების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ამ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ მარტივია იმის გაგება, რომ თუ იაფის ახლის პროგრამის ფარგლებში რომელიმე უსახკარო მიიღებს ფინანს, მას ექნება ყოველთვიური გადასახდელი, რომლის საშუალებაც არ აქვს აქ ბევრ ოჯახს, იმიტომ რომ ისინი არიან მარტოხელადედები, ასევე შუშუბუპირები, სოციალურცველი ადამიანები და ძალიან ბევრი მათგანი სწორედ სოციალურცველია და სოციალური შემწეობით ირჩენს თავს. ბოლო დღეებში ასევე გააქტიურდა უსახკაროების აქციები გოგოლის ქუჩაზე ბათუმში გალიფოსტურკის მიერ აშენებულ კორპუსებთან. ისინი ამბობენ, რომ თუ კი ეს კორპუსი უკანონოდ აშენებულია, დემონტაჟის განსვლად ეს ფინები უნდა გადაიცეს მათ კონკრეტული პირობის სანაცვლოდ. მათ აწვდა ინფორმაციას მერაბ ბლადაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, რომ გალიფოსტურკიც იყო თანახმა, რომ გარკვეული პირობების სანაცვლოდ თუ კი ხელისუფლება მას დაელაპარაკებოდა, დაეთმო თავისი კორპუსები უსახკარო ადამიანებისთვის, მაგრამ თავად გალიფოსტურკის ადვოკატმა და ასევე გალიფოსტურკის კომპანიის მენეჯერმა ჩვენთან ბათუმელებთან გამორიცხა მსგავსი მოლაპარაკებები უსახკარო ადამიანებთან, რომ ის შეიძლება დაათმოს მან ეს კორპუსები. გალიფოსტურკი ოსტურკს ორმაგი მოქალაქეობა აქვს საქართველოს და თურქეთის და ამ დროისთვის ის ციხეშია, ის აშელს იხდის ნარკოდანაშაულისთვის. გუშინ ღამითაც შეიკრიბნენ უსახკაროები გოგოლის ქუჩაზე, ისინი აპირებდნენ რომ შეჭრილიყვნენ ამ კორპუსებში, მაგრამ პოლიცია მათ ამის საშუალება არ მისცა. ახლა პოლიციელები როგორც ხედავთ, მობილიზებული არიან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, ხოლო უსახკაროები რჩებიან მთავრობის შესასვლელთან. მათ შორის არის მაგული ბუშკარაძე, ერთ-ერთი უსახკარო, რომელიც რამდენიმე დღის წინ შენობაში და იმიტომ რომ პასუხი არ შეება ამ სახლში. რა უნდა უთხრათ ამდენ უსახკაროს? ჩვენ გეტყვით, რა უნდა უთხრათ ამდენ უსახკაროს? ოღონდ ჩამოგძადეთ ძირს. არ დავიშლებთ ჩვენ. უკანაც დავდგებით ეხლა, რომ მანქანითაც ვერ გახვიდეთ იქიდან. გავალთ უკან 10 ადამიანი და უკანაც გადავკეტოთ გზას, რომ თქვენ მანქანიდან ვერ გაბძანდეთ იქეთ. და რომ არ გავაკეთოთ ასეთი რაღაცა, ჩამოგძადეთ და შეხვდით ამ ადამიანებს. ჩამოგძადეთ ძირს, თხოვნით მოგვართეთ რამდენჯერ. უკნაში და სიცივეში იყო ეს ხალხი, მაშინ გთხოვდით. ლაივებიდან ბატონო ფორტიკე გთხოვდით. ახლა აღარ გთხოვთ. ვარდებული ხართ თქვენ მოქალაქეზე. ვინც ხალხს გიხდით, ვინც მოგიყვანათ და დაგაჩინათ მანდა. რომ ჩამოგძადეთ და შეხვდეთ თქვენ მოქალაქეებს. რა პარტობი არა მაგ შვილი ქუჩაში ხარ. სათამჯერები რომ გაგეთ. სათამჯერს ნახევარი 4 წელი. ხომ არ ვიკპირ ადამიანები და ადამიანო ჩამოვიდა გადავაშენებო მოვისით რაღაცა გავარბის ხალხი არ ვარაკო ხმამაკრა. მე ვინმეს არ ვარ. დუბლები კეროთ შევარდეთ. მე ადამიანები დავაყრები მე შეუძლია. დიალოგში რაზე მოდიხარ ახლა? არ მოვდივარ. გამანებეთ თავი. ისეთ მეები მათ მოშლე. არ მივდივარ არსა. არა, არ წავიდი არსა. გეუბნება წავიდი. ვაკეთებ ზუსტად. არა, ვაკეთებ ზუსტად. 24 საათი აქ ვიჯექი, რატო არ დამელაპარაკა? ჩემი შვილი ავატყობი დაიკავა და დაიჭირა ჩემი. თქვენი მოცემული ის არ არის? თქვენი მოცემული სასამართლო და მეურვე არა ვარ, რატო დაიჭირეთ ჩემი? არიც ის მაგური ამ ადამიანმა სხვა სტრუქტურიდან აიმაგი იყო სასამართლოს. ფაქტო ამ ბიჭებს რომ მიუმართეთ ჩამოსულიყო და დაგულაპარაკებოდა და არ გადავკეტავდით გზას. აგერ გადავკეტეთ, იგერ გადაკეტეთ. ხერას კიცი, რომ მარტო რაღაცას შეუნებით. ჩვენ ახლა მოგიწევთ კანონიერ მოთხოვნას პოლიციას. ძალიან გხოთ რომ დაემორჩილოთ. მე არ გეუბნებით რომ ადექით და სახში წასვლა. თქვენ კანონით რაც გაქვთ მიჭებული უფლება, მე კანონით მინიჭებული, მაგრამ არავინ არ გისურვებს მოქალაქეს ეკუთვნის საცხოვრისი. 4 წელის განმავლობაში საცხოვრისი მეკუთვნის მე ნუმელაპარაკებთ. თქვენი სახელი ერთი გაჩერდი მე ნერვებს ნუამიშვილის შვილი მყავსავარ და მე ნუ გამხდიავარ. ეხლა სულ იყოს პარლამენტი და არ უნდა მოსულიყავი და აგერ უნდა გამხარიყავი.
ცოტა ხანი აცადებ და მიგაცნობ პირობას რომ გადმოიწევა ეს ადამიანი. ემოციური ადამიანია ცხოვრებიდან გამომდინარე. და იცნობთ თქვენ ამ ადამიანს რომ სულ აქ არის და ვერ პოვა სამართალი, რას მელოდები. ყველა ინსტანციას მივარდე, ყველა ინსტანცია. ანუ რატომ უნდა გადმოიწიოს? რას უშლის ხელს შეგიძლიათ რომ ვთქვათ? არა ვარ. ჩვენ ადამიანები მე გადამწიო, გადამაგდონა და შენ აიარო. იფარფაშო, ხო? უნდა დაიცვა. არა გემაკედა. დადასტურები ყავთ ახლა ჩვენ არ უშლით. შეუძლია აქედან შევიდე, შეუძლია აქედან შევიდე. პრობლემებს ნუ გავხდით. ამ ადამიანის დაჯდომა საკა ძალიან. თქვენ მიბრძანებთ შეგიძლიათ რომ ვთქვათ? ჩვენ არა. იქ მიცნობთ მე რომ მე არაფერ პრობლემას არ შევხვდი. თქვენი სტატუსი შეგიძლიათ რომ ვთქვათ? ეს ასად არის კანონის ვიჯექიე. ჩარჩოებში ვარ. და მე არ დამირღვევი არასდროს სამართლებიდან. იმიტომ რომ ვიცით რომ ერთი სული გაქვთ როდის დავარღვიო რომ ხელი სტაცონ და წამიყვანონ. გამოისუნთქონ არა თქვენზე არა. თქვენზე არა. როგორ არა ბაზარში მივდივარ, დიასახელსი ხალი ვარ და უშიშროების მანქანები მომყოფიან უკან ქობულეთში და 10,000 ნარკომანი არის იქა. წამალს იკეთებენ და იმას არ აქცევენ ყურადღებას და მე ოჯახის კაც 5 შვილიშვილის ბებიას დამხვევიან უკან ნაილი საწავაო. უსაკაროები არ შეიყვანოს სადმეო. თუ მექნება მომენტი შევიყვან ნამდვილად. იმიტომ რომ ღირსია და ვიქნები. არ დავმალავ ამას. თუ არ მოაქცევს ყურადღებას და სადმე შეიჭრება ეს ხალხი, მე კბილებით დავიცავ ამ ხალხს და ვერ მოკიდებს ვერავინ ხელს. იმიტომ რომ ბატონ თორნიკეს 100,000 ჯერ მივმართე, რომ რო შეიჭრებიან ესენი სახელმწიფო შენობაში მერე ვინმე აქ არ მოვიდეს თქვა და არ მოკიდოს ხელი თქვა. და ეს ელოდება ამ ადამიანს. ანუ შესაძლოა არ იკეთება, რას უშლის ხელს მისი პროტესტი. მე თუ სულ არ შეზღუდული გვაქვს ბატონო რომ ის ეზოპარებში ხოხია შეზღუდული საფრიკარი არ გვაქვს ჩვენ არ გვაქვს შეზღუდული 30 წელიწადია ცხოვრებაში შეგვიძლია უბედურება ჯერ 30 წლის განმავლობაში წერილები აგერმა ხატამო არა გეუბნებ შეზღუდულია იშვიათზე წერილები გვაქვს შეზღუდული 30 წელიწადია მაგრამ სოცხლობ და ცხოვრობ და ჯახირობთ რაღაცას რომ იცოცხლოს და ვიყოს ამიტომ არაფერი არ არის შეზღუდული ჩვენ აქ რამდენი აქცია გავმართეთ ვინც ახლა შემოვერთება თმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, რომ თქვენ ახლა თვალსაჩინო საპროტესტო აქციას, რომელიც უდიდარობს ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, უსახკარობით რჩებიან ამ საპროტესტო აქციაზე უცვლელი მოთხოვნით, რომ მათ უნდა მიიღონ საცხოვრებელი ფართობები. ერთ-ერთი უსახკარო, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 14 დღის წინ შეიჭრა ქობულეთში, ბუკნარში, ერთ-ერთ შენობაში, მიტოვებულ შენობაში, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, დღეს მოვიდა ამ აქციაზე, მუყაოს ყუთით, ჩაჯდა მუყაოს ყუთში და ეხლა ზის აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან. მას პოლიციელმა სამართალდამცველმა მოუწოდა, რომ დაეტოვებინა შესასვლელი და გადანაცნობულიყო ტროტუარის საპირისპირო მხარეს. რასაც რა თქმა უნდა აპროტესტებს აქციის მონაწილეები. ყველა მიწოდა პროვოკატორი გამიდაღა გუშინ ჯაბა. იმ ბოდიში ალაკარცმა სახახო ბოდიში მომიყადა. შუშვილი საქსი. ჰოკო პაციენტი ვარ. ვერ პოვა სამართალი ამ ადამიანმა. ყველა ხო, ავადმყოფები არავინ დახილებული არ არის აქ მოსული და ვინმეს რამე არ აქვს ბრეთაკა. გადაემოწმებია ქალაქის მასშტაბით, ვინ იყო რეალურად უსახკაროები და იმისა და შეეშვა და ეს არ მოხდებოდა ახლა. დაგეტილია ქვამბინები. და ხალხირავებერზე. ადამიანის ბინები რატო არ გადამამოწმე 4 წელიწადია თქვენ ზონში ვარ რატო არ გადამომოწმე შეიძლება მაგ რაღაცა დუარეთს დაგეტილია ქვამბინები და რამდენი წელია ვბრძოლობ, რამდენი წელია ჩემთან ერთად ვიცხა ბრძოლობ და იმას ბინები მიწეს დავახიჩვით ბოლოში. თუ გინდა ხედაში, მე უსახკარო ვარ დღეს. 2000 ლარს არ და იმას ვფიქრობ, რომ ნადღეს ბავშვს რა ვაჭამო. თუ დაზიან შეკარი. ვინმეს მიწეს თუ გაჭირვებულს გადაამოწმოთ ოცნების ქალაქში, რომ შეასახლეს ხალხი. ვინ მისიანები შეუშვენ, ვინ გადაამოწმოთ, ვინ გადაამოწმოთ 2 და 3 სახლი აქვს ხალხს. ხალხი გამძიმებებოდა, ხელები დაყოდიოდნენ. ისეთი სახეები კონდე. ბაზრი წამბულები წამოიყვანეს, ბაზრი. შემიდან ბუკნარიდან, ქობულეთიდან, ბაზრით ასე საკრებულოში როცა მივედი და ჩემი ამბავი მოუყევი და ვიდეო ვაჭრები
აქეთ გამლანძღა რომ რატომ აყენებ შეურაცხყოფასო ჩემს შვილს მასეთ ფინანსი რა მე რაბინდოდა ჩემს შვილს რა უნდა ისეთ ფინანსი გეკითხებით და მიპასუხეთ იმიტომ რომ არ მქონდა საშუალება ვერ ვიქირავე 500 ლარიანი 1000 ლარიანი აგერ მაგ ვიდეო კიდებიან გაჩვენე გამდენი წელია ბრძოლო მაგრამ უშედეგოდ 4 წელი ცოტა არის 4 წელი ცოტა არის იმ შედეგად დაგიდა ბაღანამ დაჩtildeვარი იყო და ვერანაირად ვერ წინწონალე ვერ წავიდა ვერ წინწონალე გამგებლის დივანი რას მეუბნება შენ ხო იცი გამაგრებული ვარი გაკეთებიო რატომ მე ჩემმა ნენებამ დამიტოვაო ჩემი საკუთარი მეგონა ნენებმა შეძრებული ამყარდა და ვერ დამიტოვა საკრებულო უნდა დაწინო საკრებულო თავმჯდომარე რამა ჭიჭარაძე მიდი და უთხარი არ მეშინი არავისი მოვიდეს და გამწესმარდუხია ქირას გადაგიხდიო მომატყუა და რომ იმედი ერთჯერადი დახმარება იყო ესაო არ ცხენია მე უთხარი არ ცხენია რაზე მომატყუე და გევიდეს და დეპუტატად ერთი როგორ უნდა გევიდეს მისი ბაზრით საგმული ოცნების ხალხი გეხალისება ამ დგომად ჩვენც ადამიანებს ოცნების ქალაქიდან ხომ უნდა მიხდეს თავრობა და ხომ უნდა დაინტერესდეს რომ ეგება ვტყუილობ რაღაცას ხომ უნდა გადამამოწმოს 4 წელია რომ ამ პრობლემით აგერ დავდივარ ხომ უნდა გადამამოწმოს ეგება ვატყუებ რამეს ხო ჯერ არ დაწყებულა გადამოწმება გოგო მოვკვდებით და მერე საქართველოს დამოუკიდებლობა იმედია რომ გლეხი ხალხი ამ დღეში ჩაყრილიყო და ეკომიგრანტები გამხდარიყო 5 მილიონი იყო რა ვარ დაჭერი მთელი სანათესო სანაცრო ეკომიგრანტები არა საფრანგეთ მონებათ არიან უმაღლეს დამოუკიდებლობა ჩემეთა გოგო ჯავახიშვილზე ბინავი იყო ჩემეთა იმაში დადიოდა და ბინებზე რომ დადიოდა და ბინებს ჯავახიშვილზე მიიღო მეოთხე საათულზე გეუბნები მე ემიგრანტი დამოუკიდებლობა მენატრებოდა დადგმა საქართველოს მიწაზე ახლა არის და შვილი ავად ამყავს და ქუჩაში ვარ დარჩენილი რომელ თავრობა მომხედა ნეტა რომელმა არცერთმა ძალიან პრობლემა გამიკეთა როგორ ჩომჭი გარშემიშვენ მომიშორენ თავიდან ოღონდ გაჩერდიო გაჩერდიო 2000 ლარს მოგცემ მიიტანოს მის სოჩვის მისცეს ის 2000 ბატონო თორბიკე აქ დარეკეს ახლა და მოდის ხალხი გალიფას სახლიდან მოდის ადამიანები აკა უსაკაროები და ჩვენ არ დავიშლებით აქიდან პირობას გაწლებთ ჩამობძანდით და სანამ ცოტა ვართ პასუხი გაეცით უსაკაროებს რას პირდებით საარჩევნო კამპანია რო გაქვთ დაწყებული და რამდენი ოფისი გაქვთ გახსნილი რამდენი $1000 ხარჯავთ რამდენი ბუკლეტები რამდენი ფლაიერები რამდენი თქვენი ფოტოები და თქვენი პარლამენტარების ფოტოები გაქვთ გაკრული ანონი თქვენთვის არის რომ მარცხენა მხარეს უნდა გააკრათ და მარჯვენა მხარეს არა და უბრალო ადამიანებისთვის ვინც ახლა იყრის კენჭს მაშინ ისება კანონით და თქვენი ოცნების ფოტოები როა გაკრული მარჯვნივ მარცხნივ და მადლობა უფალს რომ ადამიანებმა თვალებში გამოიხედენ და ჩამოფხრაწილია ყველგან და მეტის ღირსი თქვენ არ ახართ და ასე ჩამოიფხრიწებით 26-ში ჩამოდი მანამ ძირს თორე ამ სახაბოს არ წავალთ აქა მოგიწყობთ პიკეტირებას ჩამობძანდით გაბედეთ ჩამოდით ხალხთან არ წავალთ ვიქნებით აქ და ვინმეს დაკავება და მიკავება არ დაიწყოთ იცოდეთ არ წავალთ აქიდან კიდე გეუბნებით ხალხი მოდის და შემოგვიერთდება სანამ ბევრი ადამიანი ვიქნებით და აქ დაიწყება სხვანაირი სულელობა და სხვანაირისა ჩამობძანდით ძირს კაბინეტიდან ფარდებიდან ყურება ჩვევიათ მაგრამ დღეს აღარ გაპატიგებთ ჩამოდით აქ ფანჯრებიდან გადმოდგებიან წინიან 4 წელიწადია ჩვენის დაბაჭეროს ოცნებას მონივეს ეს იყო განსხვავებას ვერ ახდენდა ნაციონალიზმურ მაგაჭროებს ალყანას კონფერენცია არ გეცლა Bluetooth mode.
როგორც ხედავთ, გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, უსახლკაროები რჩებიან. მათ შორის ერთ-ერთი უსახლკარო მოვიდა მყავს 5-ით, ის ჩაჯდა მთავრობის სახლის შესასვლელთან და ამბობს, რომ აღარ აპირებს დადოს შესასვლელი, ვიდრე თორგეჯვებზე არ შეხვდება მას და არ გადასცემენ ბიზნესს. Რაღაცა გაგრძელდება პროცესები, ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით ამ პროცესებს და მოგეცდით განახილებული ინფორმაციას. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს მართლმელები ჯიდან ადგილზე ჯი რომ მიიღოთ განახილებული და სანდო ინფორმაცია მალბა ყურადღებისთვის.